1000 წლეულების წინ ადამიანებმა შენიშნეს, რომ თვილადგილას დატოვებული ცომი თავისით იზრდებოდა და ფუმფულა ხდებოდა. ჯეიკ, იცი რატო ხდება ეგრე? ეს ჯეიკია. ჩემი მეგობარი და დღეს ცომში დამალულ ქიმიას გაგაცნო. ჩვეულებრივი ფქვილი, საფუარი და შაქარი. მაგრამ საიდან მოდის ეს ბუშტუკები? აქ საფუარის უამრავი ნაწილაკია, მაგრამ მათ ჯერ ძინავთ. მოდი გავაღვიძოთ. როცა თბილ წყალს ხვდებიან, იღვიძებენ და ჭამას იწყებენ. მაგრამ თავარია რა ხდება ჭამის შემდეგ. ჯეი, გაიხსენა ჭამის შემდეგ ხანდახან როგორ გიწევს? ეს იმიტომ, რომ შენი ორგანიზმი თავისუფლდება ზედმეტი აირებისგან. საფუარი ზუსტად ასე აკეთებს. ჭამის შემდეგ წარმოქმნის CO2-ს, ანუ ნახშირორჟანგს. სწორედ ეს გაზი აჩენს ბუშტუკებს და ზემოწევს ცომს. თითქოს შიგნით პატარა გაზის ბუშტუკები იბადება. რატომ არ გარბის გაზი ცომიდან? ფქვილში არის გლუტენი, ცილა, რომელიც ქმნის ელასტიკურ ბადისებურ სტრუქტურას. ეს ბადი აკავებს CO2-ის ბუშტუკებს და ცომი ფუმფულდება. შევაჯამოთ. საფუარი წარმოქმნის აირს, გლუტენი კი მას აკავებს. ახლა გამოვაცხოთ. ღუმელში ტემპერატურა მაღლა იწევს, გაზი კიდევ უფრო ფართოვდება. ეთანოლი ორთქლდება, ცომი მკვრივდება და ფუმფულა პურიც მზად არის. მოდი ვნახოთ რა გამოვიდა. ახლა უკვე იცით, როცა პულს აცხობთ, ცოცხალი ქიმია მუშაობს. ცოტა მოკატებით. ეს პური ჩვენ არ გამოგვიცხვია. მაგრამ ქიმიაზე რაც გითხარით, ყველაფერი მართალია.